ბატონ გელაზე იძახიან რომ დადისო მაიბახითო და რითი მოვიდა ბატონი გელა შეხედე ახლა ერთი წამით. დილა მშვიდობისა ბატონო გელა როგორ ბრძანდებით? გამარჯობა. ბატონო გელა. რა ხდება? ხალხი წერს კომენტარებში რა ჰონს აპიარებთო ბატონი გელა მაიბახით დადისო. მაიბახის საშუალება სად არის? მაიბახის საშუალება რო იქნება მაშინ მაიბახით მივიდა. ბენზინი გაძვირდა ბატონო გელა. 5 ლარია ბენზინი და ხა მაიბახი 40 ლიტრა ბენზინი ყავს. ნამდვილად. პირველი დათო, ოღონდ ახლა ჩასაფრებულები ხარ თქვენ. პირველი ოღონდ რემენი უნდა გაიკეთო. გაიგე? ეს არის შენი თავის პატივიცემა. მერე პატრულის თანამშრომლების პატივიცემა. ოღონდ ყველა ამბობს და განაწყენებულია პატრულზე, არა. მე გელა ბარკალაია ბევრს ვიცნობ, ბევრი მიცნობს, მაგრამ ეს რემენი უნდა გაიკეთო და თუ არ გაიკეთებ დაგაჯარიმებენ და მე რასტილი ხარ. კანონს უნდა დაემორჩილო. ეს უსაფრთხოებაა რა. უსაფრთხოებისთვის არის რემენი, ეს პირველი. მეორე, ახლა მეორე. საფუძველი რომ მოვდივარ. მე ყოველდღე თქვენ ხედავთ რომ საჩუქრით მოვდივარ და ჩემი ძმა რაღაც არ ყოფილა გუშინ კარგად და ეს საჩუქარი ისა ჩემ ძმას გადაეცა. აჰა. საკუთა ეს. მესამე არის ის რომ ახალი ბოტასებია ბატონო გელა? ო, ბოტასი გარეკლამე ბიჭო მაჩუქაინიკას ხა გამირეკლამეო მითხრა დაშინდებში ყიდიდნენ ბოტასებს. უყურე ეს ავტომობილი დათო ხო არიან გაბლატაებული გოიმები. მამამ რო უყიდა მანქანა და მამა ფული მომედა ჩაასხამს ბენზინს და დადის. კი, მაგრამ დღეს უკვე ხო ხედავ რა დღეში არიან. ყველა იძახის ბატონო გელა ელექტრომობილი, გიბრიდი, ელექტრო. უყურე, მე ხო გეუბნებოდი თქვენ რომ დღეს არ არის მე ხვალ იქნება და ის ხვალ არის დღეს. დღეს უკვე მოვიდა ელექტრომობილების დრო. ახლა ჩემზე უკეთესად საქართველოში ვინ იცის ავტომობილი? არის შენ გიგულება ვინმე? და უყურე. აი რას უწუნებ? აი უყურე, გეუბნები 2 წელიწადი ამ ავტომობილი დავდივარ. და ჩვენ უკვე ამის ოფიციალურად უკვე საბუთი გვაქვს თელ ჩინეთში გვაქვს უფლება რომ ეს ხონჩი გავყიდოთ და ახლა მე არ ვამბობ იმას ზღაპრებს რო ყვებიან და მიაწერენ რაღაცას ჩვენ ამის ოფიციალური დილერები არ ვართ მაგრამ ხვალ ოფიციალური დილერებიც ვიქნებით აი ამას ძირითადად იყინებენ ადამიანები ვისაც ჭკუა აქვს გაიგე და რატომ უნდა ჩავასხახლა 5 ლარიანი ბენზინი თან ამას როცა ყიდი ამას უნდა გარანტია ხო მე მინდა ისეული უთხრა მოსახლეობას რომ აი ხო ხედავთ ორშაბათს იხსნება სამშაბათს იკეტება რატომ ახლა 4 კომპანია ეგრევე დაიკეტა რატომ უყურე მერაბი რა არის ამ ავტომობილს რო ყიდულობ რომ ხვალ ერთი წითელი აგინთოს ვინ ჩაგიქროს და მე არ მინდა ახლა თქო აგერ ერთი მანქანა არ მინდა ახლა რომ ვაჩვენოთ მე-9 თვეა დგას ჩვენ არ ვუკეთებთ თვითონ ტირის გაგვიკეთეო ხო 30,000 გადაიხადა სადღაც მივიდა და არ დახვდა ის ხალხი აი ესაა უბედურება რაც შეეხება ამ მანქანას ეს არის მართლა ძალიან მაგარი ავტომობილი და ქუჩა არ იყიდოთ ვიღაცები ახლა არ ეკლამებენ ჩვენ ვართ მაგარი ბიჭები და სადღაც ზღვის პირზე სადღაც ყიდიან ნათლუღში თუ რა ვიცი იქით სადღაც ესე არ არის ჩვენ ძალიან მალე ვაკეთებთ ბიზნეს ასოციაციას უშუალოდ ავტომობილებზე, გაიგე? და ჩვენ გადავამოწმებთ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩვენ არ ვართ დამსჯელი ორგანიზაცია, ჩვენ გადავამოწმებთ, ვის მოყავს, სწორად მოყავს თუ არა. როცა შენ ადამიანი, ჩვენ ამაზე უმუშაობ მთელი ჩვენი ცხოვრება. და შენ როცა იტყვი, რომ მე ვარ და ხალხს მიყიდი და მე ხვალ მივა ადამიანი და რო არ დახვდება, არავინ იქ, მე რა ხნას იმკაც. აი მაგალითი ეგრე დგას, უკვე მე-9 თვე ავტომობილი და ესე ჭირს თბილისში ვინც იყიდა ქუჩა დაახლოებით 70-80%. აი ახლა რატომ უნდა იყიდო ჩვენთან? აი წავბრძანდით. აი სერვისი. დირექტორის ავტომობილი ეგერ, ელექტრომობილი დადის კომპანიის დირექტორი. ახლა მთავარი არის მაინც სერვისი, ხო? კომპანიაში არის სერვისი. და როცა ჩვენ რატო ვაკეთებთ ამ ბიზნეს ასოციაციას? ჩვენ ზუსტად ვიტყვით რომ სად შეიძლება გაკეთება, სად არა. უყურე დათო როგორ არის, მერაბი, როგორ არის. უნდა ბევრი იყოს კონკურენცია. თქვენ ახალგაზრდები ხართ, ხო? ბევრი ახალგაზრდები არიან და საიდანაც ხო უნდა დაიწყო, მაგრამ ტყუილით კი არ უნდა დაიწყო, უნდა დაიწყო პატარა, მაგრამ სიმართლით. აი უყურე, ახლა ჩვენ როგორ ვმუშაობთ. აი უყურე, რამდენი ავტომობილი დგას აქ, შეხედეთ. ეს არის ყველა BYD-ის ავტომობილები, ხო? და ამას რეალურად ვაკეთებ. შეხედე. აი ამ ავტომობილს შეხედე, ჩვენ
ხონჩის ვინცაც მივყიდეთ, მინდა ყველას უთხრათ, რომ ჩვენ ძირითადად ყიდულობენ ტაქსის მძღოლები, ხო? ჩვენ ერთი წუთი მერაბი მანქანას აგარ გავაჩერებთ. ადამიანი ტაქსისთვის მუშაობს, ხო? გუშინ ახლა ერთი კაცი მოვიდა, დაზღვეული მაქო და რა ვქნაო და სადაზღვეოს ვთქვია, რომ 7 თვის მერე მოგიტანებენ ეს. მოვიდა პირდაპირ და შიტოკი აგერ მოხსენით. და მივეცით. აი კრილო, მოდით, აგერ ეს არის ხონჩის, რითაც მე დავდივარ. აი უყურე, კრილო მოხსენით, მივეცით. კარი მოხსენით, მივეცით. აგერ შეხედე კიდე რაღაცები ბიჭებს მოუხსნიათ და ნაწილს აძლევენ. რატომ? იმიტომ რომ ეს ავტომობილები ჩვენ არ უნდა გავაჩეროთ. რა არის აბა, მაგარი ბიჭი ხარ, მაგარი ბიჭობა არა, 3 ფუთი ღვინო დალიო, ხო? მაგარი ბიჭობაა, რომ არასდროს ადამიანი არ უნდა აწყენინო და რასაც ეტყვის გაუკეთო. ახლა ეს ელექტრომობილი, ყვირის ყველა ელექტრომობილი და 90% არ იცის, ხო, ვინც ყიდის, ჯერ უნდა ისწავლო, შენობა უნდა გააკეთო. აბა გეუნები, შენი ყიდი ავტომობილი და გეუნება. იცი რა, ჩოხატაურში მაქვს იქ, აი კონტრაქტი დადებული და ჩოხატაურში არც იცის ეს ავტომობილი ვინაა და მიხვალ შენ ახლა ჩოხატაურში და ეტყვი რომ მანქანა გამიკეთებო და გეტყვი შენ პატრონი არ გიყავს კაცო, ვინ არის ამის გამკეთებელი, ხო იქა. აი ესაა ზუსტად, მოდი, აგერ ფარებიც გაუყიდიათ და ესეა. ჩვენ ავტომობილებს ვშლით და ეგრევე როცა ადამიანს დაჭირდება ვყიდით მასზე. დამტენებიც ახლა აქ 8-9 დამტენი გვიყენია. აი როგორ ვაკეთებთ? აი ელექტრომობილი, აი შეხედეთ ელექტრომობილი, აი შეხედეთ რას უკეთებთ ამ ესა ელექტრომობილებს, აი შეხედეთ ბიჭები აგერ შლიან თლიანად და შიგნით უკეთებენ ხმაური რო არ იყოს. ხმის იზოლაციას. ეს ძალიან მაგარი ავტომობილებია ჩვენ. ამ ავტომობილებზე რიგი გვაქვს აქ, ხო? რეალურად ყოველ დღე 4-5 ავტომობილი იყიდება ჩვენ და რატომ? იმიტომ რომ მის უკან პატრონი დგას, რომელსაც შესტომას ჩვენ არ დავაშვებიეთ. რაც შესაძლებელია, ყველაფერს გავაკეთებთ და აი ეს არის ადამიანისთვის მომსახურეობა, რო ვიძახით მომსახურეობა რა არის. აგერ ახლა გაიყიდა BYD, აი ვაჩვენოთ. შეერთებული გვაქვს ტენით. აი უყურე როგორ არის, გაიყიდა კიდევ BYD, აი როგორ არის მუშაობის პრინციპი. აი გაიყიდა ავტომობილი, შეხედეთ BYD მანამდე იქნება ჩვენს გაყიდვაში, სანამ მე ვიქნები ცოცხალი, გაიგე? აუცილებლად. თავით რო ჩამოიყიდოს ვიღაცებმა. რო ჯღაბნიან წერილებს, რო ჩვენია BYD არის ყველასი, ვინც გაყიდის. წესიერა და პატიოსნად. აი შეხედეთ როგორ იტენება. აი შეხედეთ. აი დღეს უკვე ავტომობილი ესე უნდა გაყიდო. თლიანობაში დაუტენო მერაბი, მერე აუხსნა იმ კაცს, რომ აი როგორ არის, როგორ იქნება, როგორ წარმოგიდგენია, აი ეს არის ჩვენი დამტენი. ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად. როცა დავიწყეთ ამაზე მუშაობა, ესე ხო არ არის ჰაერში მანქანის გაყიდვა მინდა. აი შეხედეთ მათე მოტორსის დამტენები. და 10 მეტრიანი კაბელი და ამას კიდე დამატებით ვჩუქნით. 10 მეტრიანი კაბელი დასატენად, აი სადმე რო წახვიდე რესტორანში ან სადმე 10 მეტრიანი კაბელი ცოტა არ არის. იხვალ და დატენით. რაც შეეხება ჩვენ უკვე რეკორდი მოხსენით ამ ელექტრო და ჰიბრიდის ავტომობილების გაყიდვაში. BYD, ჩანგანი, ჯეტური, რა ვიცი, სხვადასხვა ავტომობილები ეს უკვე გახდა დღეს საქართველოში ძალიან მაგარი პრესტიჟული. მინდა იცოდეს მოსახლეობამ, აი ეს არის თლიანად ჩვენი პროფილაქტიკა, სადაც ავტომობილები კეთდება და მთავარი ის არის. ახლა მოდი ვნახოთ კიდე ერთი ავტომობილი, რომელიც უკვე გასასვლელში. აი ეს უკვე კიდე აგერ. ეს არის კიდე ჩვენი აი ყველაფერი გვაქვს ამ წუთას ეს თლიანად არის ჩვენი პროფილაქტიკა. ყველაფერი ადგილზე კეთდება აქ. ეს საქმე ჩვენ ვიცი ძალიან კარგად და აი ახლა განახეთ. ბატონო გელა, ახლა მე მინდა გაჩვენო, თქვენ ჯერ არ შემოსულხართ. მე მინდა გაჩვენო ცარიელი შოხი. არასდროს ესეთი ცარიელი არ. მანქანები აღარ დაგახვედრეთ ბატონო გელა. მე რა ხელი მოგიდე არ ჩამოვარდეს. სულ გაგიყიდა ყველაფერი. შეხედეთ, მანქანები არის გაშოურული. ცარიელია ცენტრი, დირექტორ შეხედეთ. აი ამას ქვია დირექტორი. კოტე, მოდი აქ. იქ პოლიციაში რომ მუშაობდი და ხელფასს რო უყურებდი აქ, რამდენ მანქანასაც გაყიდის, ხელფასი ცალკე აქ, ბონუსი ცალკე აქ, საჩუქარი ცალკე აქ და ესეა, ხო? ესეც მე-5 მანქანა გაიყიდა დღეს რომელი საათია? ჯერ 12. 12 საათი არ არის და შეხედე.
აი რიგია ავტომობილების. კოტე. აი რატომ იყიდება ავტომობილი? უყურე. კოტეს ყავს აქ მაგარი გუნდი შექმნილი, ხო? პროგრამული უზრუნველყოფა ზვიადის ფუნქციაში შედის რა? მანქანა გადასცეს კლიენტი რო ქვია, ხო? მოხმარებელს გაწკრიალებული რამე პრობლემა რო არ ქონდეს და უზრუნველყოფილი იყოს ის შინ რა ჭირდება დაპროგრამება თუ რა. ეს არის რკინა. შეიძლება ხვალ წითელი ანთოს, საწავიდეს. ზვიადისთან უნდა მოვიდეს და ამიტომაა ჩვენ რომ მაგრები ვართ. მოიწიეთ? აი, როგორ ვყიდით ამ ავტომობილებს. შეხედეთ? და როცა ვერ ყიდიან ავტომობილებს, მე კეტავენ ცენტრს. და იმ კაცმა რა ქნას ახლა გუშინ წინ რო იყიდა შენთან და რა უთხარი გარანტიას გაძლევო. გაუმარჯოს ბიჭებს. აი რა გარანტიას აძლევ? დაიკეტა ცენტრი არ არის. და მიდის კაცი განაწყენებული და მე აგინებენ ავტომობილებს. ამიტომ მომხმარებლების აი ვარიან. მომხმარებელი ვისიც არის ეს ავტომობილი? ხო, ეს ავტომობილი. კი, თან მეგრელები არიან ბატონო გელა. მეგრელები აბა სხვაგან რო არ იყიდიან ხო იცით ავტომობილს. მეგრელები და სვანები სხვაგან რო იყიდიან მანქანა შენ სამსახურიდან გაგიშლებ. მაგას თუ დავაფიქსირებთ. როგორ უნდა შეიძინოს მეგრელმა და სვანმა სხვაგან მანქანა და კიდე დანარჩენმა საქართველოს. შეუძლებელია. გილოცავთ ამ ავტომობილს და ძალიან მაგარი ავტომობილია. ხო ხედავ დღეს მაინც შეიძლება ადამიანს ფული ქონდეს, მაგრამ მაინც ძალიან რთულია, როცა შენ 5 ლარიანი ბენზინი უნდა ჩაასხა. ნამდვილად. ცარიელი შოურუმი გამოაჩინეთ, ცარიელი შოურუმი. ახალი კანონი დაგეხმარათ, თუ თქვენ ხართ მაგრები. ჩვენც მაგრები ვართ, ბატონო გელა, ტრაბახის გარეშე. აი შეხედეთ, დაიცავა ჩვენი ცენტრი, ვინაიდან ჩვენ რეალურად უმუშაობთ. ხო იძახოდნენ, რომ მე ჯიტურის დილერი ვარ. შენ ვინ გეკითხება, ვინ რისი დილერია, ხო? შენ თავარია ლიცენზია ქონდეს ავტომობილის გაყიდვის, გაიგე? და ახლა გუშინ რაღაცა დაიწყე, აგრესიით კი არ უნდა დაიწყო ბიზნესი უნდა დაიწყო სინდისით, ნამუსით, კაცურა და მოდი და ბევრ რამეს გასწავლი კიდევ. აქტია ბატონო გელა, აი აქ სუჯეტურები იდგა და არც ერთი აღარ დგას ახლა. თითქმის ყველა ავტომობილი ამოიყიდა ბათუმშიც, ქუთაისშიც და ველოდებით 14 დღეში ველოდებით ისეთ ავტომობილებს, რომ საქართველოში ჯერ ნამყოფიც არ არის. აბა ბიჭებო, გისურვებთ წარმატებას და თქვენი იმედი მაქვს და მიხედეთ საქმეს. აბა